მადლობისა დღეს სამშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. სამხედრო ამბოხი და რუსეთიდან მართული გეგმის განხორციელების რეალური საფრთხე დაკავებული და ძებნილი სამხედრო მაღალჩინოსნები. რა იგეგმებოდა ნატოს წვრთნებისა თუ ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ და განეიტრალებულია თუ არა საფრთხე. ხელისუფლება გადატრიალებისა და ნატოს წვრთნების ჩაშლის აღკვეთაზე საუბრობს. არასაპარლამენტო ოპოზიცია კი შეფასებებში რადიკალურია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა ძალებმა დღეს დაგეგმილი აქცია ცენტრალური მაგისტრალების ბლოკირების განზრახვა რამდენიმე დღით გადადეს, ლიდერები და მათი მხარდამჭერები უკან დახევას არაპირებენ და ამჯერად კიდევ ერთ მორიგ გადამწყვეტ დღეს უწესებენ ხელისუფლებას. აქციების დაწყებიდან ერთი თვის თავზე ოპოზიციის პროტესტი, განსაკუთრებით საშიშ და შეურაცხმყოფელ ფორმებს ჟურნალისტების, კერძოდ პირველი არხის თანამშრომლების მისამართით იღებს. ყოველდღიურად შენობის წინ მოწყობილ სირცხვილის დერეფნებს ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფაც დაემატა. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. ამბოხება ნატოს წვრთნებამდე ერთი დღით ადრე. რას უკავშირდება სამხედროების ბუნტი მუხროვანში, რამდენად არსებობდა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების საფრთხე და ჰქონდათ თუ არა ამბოხებულებს კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან. ეს, რა თქმა უნდა, იყო უკიდურესად პროვოკაციული და საშიში ნაბიჯი. გათვლა ამ ნაბიჯის იყო იმაში, რომ საქართველოს დედაქალაქის შუაგულში მოხდებოდა მასობრივი არეულობები, არამე სახის ძალადობა განხორციელდებოდა და შემდეგ განვითარდებოდა სცენარები საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ეს იყო ნამდვილად ძალიან სახიფათო რამ, ეს იყო სამხედრო გადატრიალების ცდელობა ინსპირირებული, როგორც ჩანს, ქვეყნის გარეთ. ხელისუფლების არაოფიციალური პირი პირდაპირ ადასტურებს, რომ არავითარი გადატრიალების ცდელობა, არავითარი რუსული კვალი და რუსული ხელი აქ არ იყო, რომ ეს იყო რამოდენიმე ოფიცრის მიერ წამოწყებული ვითომ პროვოკაცია. ხელისუფლებისა და ოპოზიციის განსხვავებული შეფასებები. შეცვლის თუ არა მუხროვანის ინციდენტი ოპოზიციისა და ხელისუფლების გეგმებს. ნატოს წვრთნები გაიმართება ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო. გაიმართება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეიძლებოდა ამ წვრთნების ხელის შემშლელი ყოფილიყო. ჩვენ შემდგომ სტრატეგიაზე უარს არ ვითხვით პირიქით. ყველა შემდგომი ნაბიჯი იქნება უფრო მწვავე, უფრო პრინციპული. საგარეო და საშინაო საფრთხეები და პოლიტიკური შეფასებები. პირველი თემის შეკითხვებს გიორგი გაბაშვილი, აკაკი ასათიანი, გია თორთლაძე უპასუხებენ. ეს პირველი თემა პირდაპირ ეთერშია, სანამ ჩვენი სტუდიის სტუმრებთან დავიწყებდეთ საუბარს. კიდევ ერთხელ გამოვეხმაურებით დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მომხდარ ინციდენტს, კერძოდ ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. საზოგადოებრივი მაუწყებელი გმობს მომხდარს და საზოგადოება ჟურნალისტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს თავისი პოზიცია დააფიქსირონ დღეს მომხდართან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ სანამ დავიწყებდეთ გადაცემას, გაგაცნობთ მაუწყებლის განცხადებას. მაუწყებლის შენობის პიკეტირების დღიდან ხელმძღვანელობა და ჟურნალისტთა კორპუსი მაქსიმალური თავშეკავებით აგრძელებენ თავის პროფესიულ საქმიანობას, თუმცა რადიკალური ოპოზიციის ქმედება ყოველდღიურად უფრო აგრესიული გახდა. სიტყვიერმა შეურაცხყოფამ, პირდაპირ ეთერში სიტყვიერმა და ფიზიკურმა ზეწოლამ, მაუწყებლის თანამშრომლების გადაადგილების უკანონო შეზღუდვამ ლოგიკურ განვითარებას მიაღწია და დღეს ჟურნალისტების მიმართ პირდაპირ ფიზიკურ ანგარიშწორებაში გადაიზარდა. შეგახსენებთ, ეს საგანგებო განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან შენობის წინ დღეს მომხდარ ინციდენტს მოყვა. მას შესაძლოა წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პირდაპირ ეთერში პირველი თემის შეკითხვებს გია თორთლაძე უპასუხებს. ჩვენი სტუდიის სტუმრები ასევე მოგვიანებით იქნებიან აკაკი ასათიანი და გოკა გაბაშვილი. ბატონ გია, საღამომშვიდობის. მოგესალმებით, მე უბრალოდ დაიკარგა თქვენი ხმა და ეხლა ვეცდები რომ ახლა გესმით ჩემი ბატონ გია. ახლა მესმის რა თქმა უნდა. ბატონ გია, პირველ რიგში მინდა გთხოვოთ იმ ფაქტის შეფასება, რის შესახებაც დღეს გახდა ცნობილი, თუმცა შეფასება თქვენ უკვე გააკეთეთ დღეს და სამხედრო გადატრიალების მცდელობა, ასეთი შეფასება დღეს პირველად თქვენგან გაისმა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამაც პირველი კომენტარებისას ამბოხის მცდელობა ნატოს წვრთნებს დაუკავშირა. რამ განაპირობა თქვენი ასეთი მკვეთრი პოზიცია? მე ჩემი გამოსვლა თუ კარგად ნახეთ, თქვენ მოისმენთ, რომ მეც ნატოს წვრთნებს დაუკავშირე, ნაბუკოს პროექტს დაუკავშირე და სამხედრო გადატრიალება მეტი არაფერი არ არის, როდესაც მოქმედებაში მოდის რომელიმე სამხედრო ნაწილის საბრძოლო ტექნიკა, როდესაც აცხადებს რომელიმე სამხედრო ნაწილი დაუმორჩილებლობას და არღებულობენ სახელმწიფოების წარმომადგენლებს იქ და ასე ვთქვათ, აი დაუმორჩილებლობის რეჟიმში და დაკოქილი ტექნიკით იმუქრებიან და იქ დგანან და ასე შემდეგ და რაც შეეხება ეს არის ფაქტი უბრალოდ რაც ნამდვილად ვნახეთ. ეხლა რაც შეეხება რუსულ კვალს, რომელზეც მე ვსაუბრობ,
მე მგონი რომ რუსული კვალი უკვე ძალიან ნაცვლად ჩანს საქართველოში დიდი ხანია რუსეთმა მას მერე რაც მოახდინა ეს სამხედრო აგრესია რაც მოახდინა ოკუპაცია საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის და ფაქტიურად ოკუპირებული ტერიტორია და მას მერე კიდევ გაასამა გაძალა შემოიყვანა ტექნიკა ხომალდები შემოვიდა ჩვენ საზღვაო აკვატორიაში ამის მერე და იმ უქარების მერე რომ ჩვენ საქართველოში ხელისუფლებას შევცვლით შიდა ძალებითვე და ამას ამბობენ ღიად უკვე ყველა რუსი პოლიტიკოსი და სადღა რაღაცებნა უნდა ეხლა რუსულ კვარს მე ვერ გავიგე სადღა უნდა ვეძებოთ რუსული კვალი და წინა დღეს ნატოს ცნების დაწყებიდან ერთი დღით ადრე როცა იგეგმება აი ესეთი რამ და როცა აი ესეთი ხორციელდება ასეთი დაუმორჩილებლობა არის თუ რა ბუნტი ქვია თუ რაც ქვია ამოხება ქვია რას უნდა მიანიშნებდეს სხვა თუ არა იმას რომ თუმცა თითქმის მთელი არასაპარლამენტო ოპოზიციური სპექტრი ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას რუსულ კვალზე საუბარს შეხვდა საკმაოდ სკეპტიკურად და დადგმულ სპექტაკლადაც კი შეაფასა. თქვენ პირადად თუ გაგიჩნდათ რაიმე ეჭვები დღეს გამოქვეყნებული მასალების ნახვის შემდეგ? მე გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით საერთოდ არ არის მე ხლა azt ნიშნავს ვიღაცას უნდა დანახვა ვიღაცას არ უნდა დანახვა მუდმივად რაც არ უნდა გამოქვეყნდეს რა მასალაც არ უნდა დაიდოს ყოველთვის ესე იგი ისმის სკეპტიციზმი და ისმის ის რომ ყველაფერი არის ტყუილი ყველაფერი არის მოგონილი მე დღეს თუ ვადევნებდი თვალყურს ტელევიზიას და ხედავდი რომ რა ხდებოდა იქ მუხროვანში როგორ შეხვდნენ იქ ჯარისკაცებსაც საბოლოო ჯამში როგორ მშვიდობიან დამთავრდა და მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი მშვიდობიან დამთავრდა მაგრამ ეხლა ის რომ მუდმივად ჩვენ ვიძახოთ რომ ეს ტყუილია ის ტყუილია ყველაფერი ტყუილია და თვალები დავიხუჭოთ აი ესე თვალდახუჭულები ვიყავით ჩვენ 91-92 წლებში როდესაც ზვიად გამსახურდიას ეძახოდნენ ჩაუშესკუს როდესაც პრივატიზაციის მოთხოვნით დაიწყო ფაქტიურად გამოსვლები გამსახურდიას წინააღმდეგ ეს გამოსვლები ასე ვთქვათ პირდაპირ მიმდინარეობდა რუსთავის გამზირზე როდესაც ქვემეხები მიაგურეს იქ და მე იწყებდნენ იმის გამორკვევას თუნდაც პირველმა ვინ გაისროლა როდესაც ხელისუფლებას ქვემეხს მიუტან და თავრობის სახლის წინ დაუყენებ მე თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას ვინ გაისროლა პირველი ბატონგია თქვენ არ ბრძანდებით პირველი რომელიც იხსენებს 90-იან წლებს ამ მოვლენების პარალელურად 90-იან წლების მოვლენებს არის დღეს რეალურად იმის საფრთხე ქვეყანაში ან დღეს განვითარებული მოვლენები ის ვითარება რომლის წინაშეც დავდექით გვაძლევთ დღეს რეალურად საფუძველს ვიფიქროთ რომ ქვეყანა მართლაც დგას 2 ათეული წლის წინანდელი მოვლენების განმეორების წინაშე მე ამას ხედავ დიდი ხანია და არაერთხელ დავაფიქსირე რომ თუ ასე გაგრძელდა, თუ არ დაჯდა მხარეები დიალოგზე, თუ ოპოზიციამ არ მიიღო გადაწყვეტილება რომ დაჯდნენ დიალოგზე, ისაუბრონ საკითხებზე. არსებობს ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, რომელიც აწუხებს ხალხს და ამის გამოა ხალხი დავუშვათ იქ ვინც დგას ხალხი, რომელიც თავის ნებით არის მისული და დგას და გამოხატავს პროცესს. ამ ხალხს აწუხებს კონკრეტული საკითხები, ამიტომ კონკრეტული საკითხები უნდა გადაიჭრას. ის არ არის კონკრეტული საკითხი, რასაც აყენებს არასაპარლამენტო ოპოზიცია, ამ აქციების ორგანიზატორი ოპოზიცია. რა თქმა უნდა, არის კონკრეტული საკითხი, ოღონდ ამ კონკრეტულ საკითხზე აქვს თავისი ქვეტექსტი. იქვე ამბობენ, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს, იმიტომ რომ საქართველომ დაიწყო ომი. და საქართველოს დაიწყო ომი, და თქმა უნდა ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ადანაშაულები, იმიტომ რომ სხვა ვერ მართავს პროცესებს, ომის დროს მართავს ხელისუფალი, ხო? პრეზიდენტი მართავს და ქვეყნის ხელმძღვანელობა, ანუ ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ ამას ვაფიქსირებთ მუდმივად, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი, მე მაინტერესებს იმ მინისტრების შეფასება, რომელი მინისტრებიც იმ დროს იყვნენ აფხაზეთის მოვლენების დროს და აფხაზეთის ომის დროს იყვნენ მინისტრები. მაშინაც ჩვენ დავიწყეთ ომი? მაშინაც ჩვენი ბრალი იყო? მე მაინც ვერ გავიგე როგორ არის და როგორ ხდება ესე მარტივად ყველაფერი, რომ თურმე შევარდნაძის ომში ვიყავი, როცა ვიყავი? ან სხვები 12,000 კაცი დაიღუპა, ეს შევარდნაძის ომი იყო? ეს იყო საქართველოს რუსეთს შორის ომი. ეს იყო რუსეთის აგრესია, ღიად და თავხედურად განხორციელებული ცხინვალის რეგიონშიც და აფხაზეთშიც. ეს იყო 92-93 წლებში, ეხლაც იგივე ხდება, აგვისტოს თვეში ზუსტად იგივე მოხდა, ფართომასშტაბიანი აგრესია განახორციელეს, დაბომბეს აღმოსავლეთ საქართველო, დაბომბეს თბილისი, დაბომბეს სენაკი, დაბომბეს ფოთი და დავიცით. გორზე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ და გორის სოფლებზე. გაასწორეს ყველაფერი მიწასთან და მე სვავ კითხვას, რა უნდა ქნას რუსეთმა კიდევ, რომ ჩვენ ვაღიაროთ, რომ რუსეთი არის აგრესორი და ამის მაგივრად, რომ ყველა პოლიტიკური პარტია
ამ საკითხთან დაკავშირებით ვიყოთ ერთად. ყველა პოლიტიკა მიუხედავად იმისა, ოპონენტებს უკეთებ თუ არა ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, არ მოგწონს თუ მოგწონს ხელისუფლება, ამ საკითხთან ეს არ არის საკითხი, რომელიც გარშემო შეიძლება იყოს ათასხვაცხობა. ეს არის საკითხი, სადაც ქართველი ხალხი უნდა იყოს და საერთოდ ყველა მაცხოვრებელი საქართველოში უნდა იყოს ერთიანი. და ეს არის როცა მთელი მსოფლიო მხარს გიწევს, როცა ევროკავშირი, ევროსაბჭო ღებულობს გადაწყვეტილებებს, ღებულობს რეზოლუციებს, ღებულობს კონკრეტულ მიმართვებს, როცა ყველა ელჩი, ყველა სახელმწიფოს მეთაური აფიქსირებს, რომ ეს იყო აგრესია განხორციელებული საქართველოს წინააღმდეგ, ანუ საქართველოში მოიძებნება ხალხი, რომელიც ამას აბრალებს ერთ ადამიანს. ეს არის უბრალოდ მინიმუმ არის პოლიტიკური უმეცრება და მაქსიმუმ არის ეს სახელმწიფო ინტერესების ღალატი. აი ეს არის. ბატონ გია, თქვენი მოწოდება, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, თქვენი ეს მოწოდება პარტიების მისამართით ხომ არ ნიშნავს იმასაც, რომ შეიძლება რომელიმე პოლიტიკურ ძალას კონდეს კავშირი რუსეთთან? მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ეხლა კონკრეტულ სახელებს და გვარებს მე დღეს არ დავასახელებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს დიახ ასეთი ძალები საქართველოში და ასეთი ძალები არაერთხელ დაფიქსირებულა. საქართველოში მუდმივად იყვნენ ასეთი ძალები, 91 წელში და 92 წელშიც იყვნენ ასეთი ძალები, რომ პირდაპირ რუსეთთან იმართებოდნენ, პირდაპირ რუსეთი აწვდიდა შეერაღებას. ეს სწორედ კარგად მახსოვს, როცა დასრულდა აქ ბრძოლები თბილისში და პრეზიდენტმა გამსახურდია ნატოვა საქართველოს, ზუსტად კარგად მახსოვს ბეპაევის განცხადება ამიერკავკასიის სამხრეთ შეერაღებული ძალების სარდლის, რომ წავიდა ბატონო გამსახურდია და დააბრუნეთ საბრძოლო ტექნიკა კოჯორში და სადღაც რომელიღაც კიდე მიუწევდა. და დღეს რა გაძლევთ ამის მტკიცების საფუძველს ბატონო გია? ის რომ ზოგიერთ ოპოზიციურ ძალას აქვს განსხვავებული მოსაზრებები არა, განსხვავებული მოსაზრება რო აქვს ოპოზიციურ ძალას, მაგაშია ოპოზიცია, სწორედ რომ განსხვავებული აზრი უნდა ქონდეს, მაგრამ როდესაც დილის საათებში მიდის პირდაპირ ეთერში ინფორმაცია, რომ მუხროვანში ხდება ასეთი რამ, რომ იქ გამოაცხადეს დაუმორჩილებლობა, რომ იქ დაქოქილია ტექნიკა, სატანკო ნაწილი, ეს ძალიან სერიოზული ნაწილი გახლავთ. იქ ტანკები დგას და ზემე ტექნიკა და ჯავშან ტექნიკა დგას. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის შეერაღებული ძალების. და იქ ცხადდება დამოუჩილებლობა და დაქოქილი ტანკები და რას იზავენ კაცმა არ იცის და აი ამ დროს გამოძიების გარეშე ყოველგვარი გადაწყვეტილებების, ასე ვთქვათ, დაფიქსირების და ყოველგვარი ხელისუფლების მხრიდან განცხადების გაკეთება, ყოველგვარი იქაური ხალხის ინტერვიუების გარეშე, ყოველგვარი დაკითხვის, ყოველგვარი ყველაფრის გარეშე პირდაპირ პოლიტიკური პარტიების ლიდერები გამოდიან ეძახიან, ეს არის ტყუილი, ეს არის ისრუ, ეს არის და პირდაპირ იცავენ რაღაცას. არა ბატონ გია, ასეთი განცხადება არ ყოფილა პოლიტიკური პარტიების ძირითადად ნაწილმა არასაპარლამენტო ოპოზიციას გულისხმობ მათ უნდობლობა გამოუცხადეს გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, რაც შეეხება მუხროვანის სატანკო ნაწილში მიმდინარე მოვლენებს, მათ განაცხადეს, რომ დაელოდებიან მოვლენების დასრულებას და გამოძიების შედეგებს. კარგად არ მოისმენთ, ეს განაცხადა ალასანიამ. სხვა განცხადებები გააკეთეს. არა, იყო სხვების მხრიდანაც მსგავსი განცხადებები ბატონო. მსგავსი არ ლაპარაკობ, მე ლაპარაკობ კონკრეტულ განცხადებებზე, როცა იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის ყველაფერი დადგმული სპექტაკლი, ეს არის ერთი ადამიანის თეატრი, მე ციტატებს გაგახსენებ პირდაპირ. ეს არის ერთი კაცი, ერთი ადამიანის თეატრი, ეს არის დადგმული სპექტაკლი, ეს შოუები ჩვენ ბევრი გვინახავს და ასე შემდეგ. როდესაც ესე თავგამოდებით იცავ რაღაცა კონკრეტულ რაღაცას, რომლის გამოც პრაქტიკულად შეიძლება ქვეყანა დაიღუპოს, რომლის გამოც შეიძლება რუსეთმა დაძრას თავისი შეერაღებული ძალები, რომელიც გაასამაგა ჩვენ ტერიტორიაზე და შემოიჭრავს საქართველოში, ამ დროს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ყოველგვარი საქმის შესწავლის გარეშე, პირდაპირ ხელსაფარებ და იძახი, რომ ეს არის გინდა თუ არა მოგონილი, გინდა თუ არა შეთხზული, ეს რას მიგვანიმშებს? მე პირიქით სხვა ესეთ კითხვა და მითხენ მინიმუმ გამჩენს ამაზე კითხვა, როცა არ იცი არაფერი, ინფორმაცია არ აქვს, მუხროვანში არ ახარ, არ იმყოფები, არანაირი კოორდინაცია არ აქვს, თუ არ აქვს, ხო და მაგ დროს იძახი, რომ ესე იგი არაფერი ბატონო, ეს არის ყველაფერი ტყუილი, ეს არის ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი. აი ეს აპრიორი როცა ამას ამბობ წინასწარ, აი ეს მიმანიშნებს და ეს მაჩვენებს სწორედ იმას და ამის მეშინია მე ზორეთ, რომ აი ამ შემთხვევაში კონკრეტული არსებობენ ადამიანები, რომელსაც ეს ძალიან მოწონდათ და აწყობდათ ეს გადატრიალების მცდელობა. რაწუხაროთ, მაგათთვის რაწუხაროთ, საბედნიეროდ ეს არ განხორციელდა და მე მაქვს იმედი, რომ საქართველოს ხალხი, ქართველი ხალხი, ქართველი ერი, ყველა მაცხოვრებელი საქართველოს ტერიტორიაზე არ დაუშვებს 91-12 წლის განმავლობაში. ოპოზიცია დღეს აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღეში ისევ განაახლებს მოქმედებებს და ისევ განაგრძობს თავისი გეგმის მიხედვით მოქმედებას. მე მსურს ასეთი კითხვა დაგისვათ, როგორ ფიქრობთ დღევანდელი მოვლენების შემდეგ, რამდენიც შეიძლება შეიცვალოს როგორც ოპოზიციის, ესევე ხელისუფლების გეგმები? გასაგებია, მე არ ვიცი ეხლა ოპოზიციის გეგმები როგორ შეიცვალა, მე არა ვარ ასე ვთქვათ ჩახედული ამ საქმეებში და ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ მე მაინტერესებს ერთი ამ
რომ იყოს ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია. ის როცა იმართება საპროტესტო აქციები და ეს საპროტესტო აქციები დაიწყო აბსოლუტურად ნორმალურად და მიდიოდა ნორმალურად და გადადის მერე უკვე აბსოლუტურად ზღვარს ყველაფერი, რომ უნდა დაკეტონ ცენტრალური არტერია საქართველოსი, დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს მოწყვიტონ. ეს გააკეთეს რუსებმა აგვისტოში. მეტი კი არ უნდა გააკეთეს. რუსებმა გააკეთეს ის, გამოვიდნენ ტრასაზე და გადაკეთეს ტრასა და საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოს მოწყვიტეს ერთმანეთს. მეტი არაფერი არ უქნიათ ტრასაზე რუსებს. მანამდე რაც ხეს გასაგებია. აქედან გამომდინარე, არც ერთი ტრასის გადაკეტა არავის არ აქვს ამის უფლება, იმიტომ რომ როცა კეტავ რუსთაველს, როცა კეტავ კოსტავას, იქ არსებობს ალტერნატიული შემოვლითი გზები. მიუხედავად იმისა, რომ უქმნი პრობლემებს საზოგადოებას, ხალხს, მაცხოვრებლებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ნორმალური, როდესაც არ არის მიტინგი და მაინც გადაკეტილია გზა, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა. ეს მათ კანონი ამის უფლებას აძლევს. დღევანდელი კანონმდებლობა, მაგრამ ცენტრალური არტერიის გადაკეტვა, რომ მოწყვიტო დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ თბილისს, მოწყვიტო კახეთი, თბილისს, დედაქალაქს და ეს ტრასები გადაკეტო, ეს არანაირად არ არის არც ხალხის ნება, არც ამიტომ არ გამოთქვავს ხალხი პროტესტს, რომ ეს არტერიები გადაიკეტოს. ეს არის კონკრეტული პოლიტიკოსების კონკრეტული მიზანი, რომ გაამწვაონ და დაძაბონ სიტუაცია იქ ნატახტრის გადაკეტას ვაპირებენ. ნატახტრიდან არის სულ რაღაც 25 კილომეტრი იქამდე, სადაც რუსები დგანან. მოდით, მაშინ ასე დავსვათ კითხვა, უნდა გადახედოს თუ არა თავის პოლიტიკას დაპირისპირებულ ოპონენტებთან მიმართებაში ხელისუფლებამაც, რომ ვითარება მეტნაკლებად განიმუხტოს და ხელისუფლება არ დარჩეს მხოლოდ მოწოდებების დონეზე. მე ძალიან მარტივად გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემ მოსაზრებას. როდესაც ხელისუფლება აცხადებს დაწყებული პრეზიდენტიდან, დამთავრებული პარლამენტის თავმჯდომარეები და სხვა დამთავრებული პროცესის კომიტეტის თავმჯდომარეები და დამთავრებული ყველა პოლიტიკოსი, ვინც უმრავლესობაშია და ვინც ხელისუფლებაშია, რომ ჩვენ ვართ მზად დიალოგისთვის. და საერთოდ ერთი რამ მაინტერესებს. როდესაც აი მე ვარ ოპოზიციაში და ვარ პარლამენტში და მაქვს კონკრეტული ჩემი ხედვა, ან მაქვს კონკრეტული პროტესტი რაღაც მოვლენის, ან რაღაცა რომელიღაც კანონპროექტის წინაშე. მე ვსვავ ალტერნატიულ კანონპროექტს, ან მე ვსაუბრობ ალტერნატივაზე, მე ვსაუბრობ ჩემ შეთავაზებაზე. ხელისუფლება ახორციელებს თავის უფლებამოსილებას და როდესაც შენ გააქვს რაღაც განსხვავებული აზრი, შენ უნდა შეთავაზო ხელისუფლებას და არა იძახო მუდმივად რომ ხელისუფლებამ შეგვთავაზოს რაღაც. არა, მე ამისგან ვარ შორს და ეს არ არის ნორმალური. არც ერთ ქვეყანაში ოპოზიცია ესე არ აყენებს საკითხს, რომ მოდით ხელისუფლებამ შეგვთავაზოთ ერთი რაგი, რა უნდა შეთავაზოთ? მე მაინტერესებს. ოპოზიციას აქვს თავისი მოთხოვნა და ისინი ითხოვენ ხელისუფლებისგან თავიანთ ხელისუფლების არგუმენტებს მათ მოთხოვნაზე. მართალია რა ვარ, ერთადერთი მოთხოვნა გადადგეს ხელისუფალი, იმიტომ პრეზიდენტი, იმიტომ რომ საქართველოში დაიწყო ომი ხელისუფლებამ და დაბომბა მძინარე ქალაქი და 1000 სიბინძურებს იძახიან. ეს არის ჩემთვის სიბინძურე და მიუღებელი ამბავი. მაგრამ მე ვსვამ კითხვას, პასუხს როცა ღებულობ, რომ პრეზიდენტი არ გადადგება. ვისაუბროთ ნებისმიერ სხვა თემაზე. ეს თემები აინტერესებს საზოგადოებას ამ დროს რეალურად მართლა. რატომ არ არის მიზანშეწონილი რომ ამ თემებზე ილაპარაკო? ილაპარაკო სასამართლოზე, ილაპარაკო კონსტიტუციურ ცვლილებებზე, ილაპარაკო იმ როგორც თქვენ საუბრობთ, რომ საზოგადოებას ეს თემები აინტერესებს რეალურად, ასევე ამტკიცებს ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი, რომ საზოგადოებას აინტერესებს ის საკითხი, რაზეც ისინი საუბრობენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას ქუჩიდან. საზოგადოებას თუ აინტერესებს ის საკითხი, რაზეც ისინი საუბრობენ, ამის შესახებ არსებობს შესაბამისი, ასე ვთქვათ, დროში გაწერილი და სივრცეში გაწერილი ქმედებები, ეს არის არჩევნები. და აი ამ დროს უნდა საზოგადოებამ თავის პოზიცია დააფიქსიროს, ვინ უნდა და რა უნდა. მაგრამ, როდესაც ულტიმატუმის სახით აყენებს ერთი პოლიტიკური გაერთიანება, სადაც შეიძლება ბევრი ლიდერი იყოს. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ მე არ ვეთანხმები მათ პოზიციას, არ დავეთანხმები არასდროს. გინდა ერთმა ლიდერმა თქვას, გინდა 21. მაგით ბატონო გია და დასასრულს დავაფსრულოთ საუბარი ბოლო კითხვას დავსვამ. ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას ჰქონდა დღეს ასეთი ინიციატივა, შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მუხროვანში მომხდარი ინციდენტს. იგეგმება თუ არა პარლამენტის შემადგენლობაში, ან თქვენ თავად ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გაქვთ თუ არა სურვილი ან ინიციატივა, რომ გამოხვიდეთ მსგავსი წინადადებები და ეს წინადადება შესთავაზოთ ხელისუფლებას. ეს წინადადება ჩემთვის ნამდვილად არ არის მიუღებელი, მაგრამ ამისთვის, რომ ჩვენ შევისწავლოთ, თავშოთ შეიქმნა ანტიკრიზისული საბჭო არ არის უფლებამოსილი, რომ აწარმოოს საგამოძიებლო საქმიანობა. მაგრამ თუ პარლამენტში დაისმება ეს საკითხი, მე აუცილებლად დავუჭერ მხარს, მაგრამ ეს საკითხი უნდა შეისწავლოს ჯერ სამხედრო უწყებამ, უნდა შეისწავლოს ძალოვანმა სტრუქტურებმა და ჩვენ აი ამ დაკითხვებით, ჩვენ ხო არა გვაქვს დაკითხვის ეხლა ამ წუთში უფლება, აი ამ წუთში დღეს ჩვენ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ჩვენ საგამოძიებო კომისია, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, როგორც წესი აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს და აი როდესაც უკვე დაკონკრეტდება ყველაფერი, რა მოხდა, ვინ ხელმძღვანელობდა, როგორ ხელმძღვანელობდა, საიდან იმართებოდა,
რა კავშირი იყო კონკრეტულ სპეცსამსახურებთან რუსეთის, რა კავშირი იყო დავუშვათ კონკრეტულ პოლიტიკოსებთან შესაძლოა ასეთი რამაც მოხდეს რა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია, იმიტომ რომ ეს არაფერს ხეს არ შეუშლის გარდა იმისა, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ ნაცვლად დაინახავს იმ მოვლენებს, რა მოვლენებსაც ჰქონდა ადგილი საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა, ბატონო გია გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველი თემის შეკითხვის პირდაპირ ეთერში გია თორთლაძე პასუხობდა. ჩვენ რამდენიმე წუთში დააბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ჩვენი სტუდიის სტუმარი აკაკი ასათიანი იქნება, დაგველოდეთ. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუდიის სტუმარი გახვალ ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერი აკაკი ასათიანი. საღამომშვიდობის ბატონო აკაკი, მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისათვის. ბატონო აკაკი, პირველ რიგში რასაკურველია შეფასება მინდა გთხოვოთ იმ მოვლენების, იმ მასალებისა, რომლის გავრცელების მოწმენით დღეს გავხდით, პირადად თქვენი შეფასება დღეს არ მოგვისმენია. უნდა გითხრათ, რომ მე ვეთანხმები ოპოზიციის შეფასებას იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ არ ვიცით ბოლოს და ბოლოს კაცი ზის ჩამოთვლის ვიღაც ადამიანებს, თან დანარჩენი მსმენელები მისი დაფარულები აქვს სახე, ანუ არ არიან ესე იგი თანამონაწილენი ამ საქმეს. თუ ვინმეს უნდა რომ დამაჯერებელი იყოს, ჩემი რჩევა, მაშინ უნდა ვნახოთ ერთხელ სამი კაცი როზის და ამაზე ლაპარაკობენ და სამივე სახეს ვხედავთ. ეხლა ეს კაცი ამათ ისე ასახელებს მართლა იყო რამე, საერთოდ ეს კაცი თვითონ საიდან არის, როგორ არის, ამას დრო დაჭირდება, ბრალდებების საყენება ჯერ კიდევ არსებობს რაღაცა დოზით ჩვენში უდანაშაულობის პრეზუმპცია, ამიტომ მაინც უდანაშაულობის პრეზუმპცია უნდა იყოს პირველ ყოვლისა. ანუ თქვენი შეფასება მაინც მეტნაკლებად ნეიტრალურია ბატონო აკაკი, თუმცა დღეს ჩვენ გვესმოდა ოპოზიციის სხვა ლიდერების მხრიდან უფრო კრიტიკული განცხადებები, უფრო სკეპტიკური შეფასებები და მტკიცებით ფორმაში იმის განცხადება, რომ ეს ყველაფერი არის დადგმული. რომ გავს ერთ და იგივე ოთახში გადაღებულ რაღაცა კინოსერიალს ეს ყველაფერი, რა ბოლოს და ბოლოს. არ მინდოდა ხა ეს სიტყვა მეხმარა, ყველა ხშირად ხმარობენ სერიალები, მაგრამ გონი ოთახებიც კი ერთ და იგივეა რა. ეს გავს იმას, აქ 2004-ში ხუთი ხალხს იჭერდნენ, იგივე ერთ და იგივე პისტოლეტი ედოს უყოლდა, სანამ ადვოკატებმა ერთი ამბავი არ ატეხეს, სულ ერთი 10 კაცი იყო დაჭერილი ერთი და იგივე პისტოლეტით რა. ამიტომ დობის ფაქტორი რომ დაბალ დონეზეა ყველა ვიცით და ეს დიდ პრობლემებს იწვევს ასეთ პირებთან დაკავშირებით. თუმცა ეს არ გამორიცხავს ალბათ იმას, რომ შესაძლოა მსგავსი ფაქტი მსგავსი ამბავი მართლაც მზადდებოდა. მაგრამ ჩვენ უნდა პროცესი იქნება, გამოძიება იქნება და მოვისმენთ ალბათ რამდენად სამართლიანია, თქვათ ის რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რასაც ამ ფირში ვისმენთ ჩვენ ერთი კაცი ლაპარაკობს. ბატონო, ამ ფირის გარდა ასევე იყო გავრცელდა ინფორმაცია და ჩვენ ნახეთ ის კადრებიც, რა ხდებოდა მუხროვანის სამხედრო ნაწილში. ამ შემთხვევაში როგორი იქნება თქვენი ყველა შემთხვევაში და საერთოდ არმიასთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ყველანი და უპირველეს ყოვლისა თვითონ სამხედრო მოსამსახურენი რა. დაუმორჩილებლობის ნებისმიერი ფორმა არის, მე ვფიქრობ, გამორიცხული. უნდა გამოირიცხოს ხადია და არმია ძლივს რაღაც სახეს იღებს. მე ვთვლი რომ გმირულად იბრძოლეს ამ ომში ჩვენმა ჯარისკაცებმა. ის ახლა თუ გამოიქცაო, მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ ტელემაყურებელმა იცოდეს. საბჭოთა ჯარი რო გამორბოდა, ისეთი გამოქცევა უნდა და 51 წელში რა. ნაკები საბჭოთა არმია და აქ თუ გამოიქცა ვინმე გაუგებრობა და არეულობა იყო რეზერვისტების მართვაში. არც ერთი ჯარისკაცი და სამხედრო პირი პროფესიონალი არ გამოქცეულა. ჩვენ უნდა ვაფასებდეთ ჩვენ არმია და ძალიან მწუხარ რომ ეს რეციდივი აღარ მეგონა თუ კიდე იქნებოდა. რა მოხდა ახლა იქ, როგორი იყო, არ ვიცი. არც მე ვიცი და მე მგონი არც არავინ არ იცის. თვითონ სააკაშვილმაც არ იცის ხო გამოჩნდა რა. რაც შეეხება მიზეზებს და მიზნებს, რაც დასახელდა ამ ამბოხის მთავარ მიზნად, გამორიცხავს თუ არა რომ ეს ამბოხი მართლაც შეიძლება ყოფილიყო მიმართული ნატოს დაგეგმილი წვრთნების, აღმოსავლეთ პარტნიორების ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგ და დაფინანსებული და მართული ყოფილიყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. არ გამორიცხავს ზუსტად იმენადვე, რამდენადაც ხელისუფლებისაგან შეიძლება ყოფილიყო პროვოცირებული ზუსტად მაგ მოსაზრებებით, რომ აი მე მყავს შინაური რომელსაც რუსეთი მართავს და რაც გინდა ჩავიდინო, ყველაფერში უნდა გამომართლოთ. აი ზუსტად ამდენადვე არ არის გამორიცხული. მე ვიმეორებ, არ ვიცი იქ რა მოხდა, ნებისმიერ შემთხვევაში სამხედრო ნაწილში დაუმორჩილებლობა არ შეიძლება. ეს არის ცხადი და ეს უნდა იყოს კანონი და ვიმეორებ, ეს უნდა იყოს უკანასკნელი ასეთი რამ, რაც ჩვენ შეერაღდა, საერთოდ ყველამ უნდა შეიკავოს ხელი ჩვენ შეერაღებულ ძალებთან რაიმე სახით თამაშს. აი ყველამ უნდა შევიკავოთ თავი, იმიტომ რომ ეს ძლივს რაღაცა მე რამდენიც მცდელობა ამის ჩამოყალიბების, ეს რო კიდე მარცხით დამთავრდეს,
მე არ მგონია ვინმე გამარჯვებული დასწრეს ამ საქმეში. ორჯერ ეს მარცხით დამთავრდა. არმიის მშენებლობა ჩვენს ქვეყანაში რა. ბატონ აკაკი, და კიდევ ერთ შეფასებაზე მინდა სურს გითხოთ იმ შეფასებაზე, რაც გაკეთა დღეს ოპოზიციის მხრიდან. გაკეთა განცხადება, რომ ხელისუფლება ეძებს საგანგებო მდგომარეობის შემოღებისთვის მიზეზს და გაისმა გაფრთხილება ხელისუფლების მისამართით, მეტიც ოპოზიციის ლიდერების დიდმა ნაწილმა ეს დღეს გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობად. რა აძლევს ოპოზიციას ამის მტკიცების საფუძველს? რა თქმა უნდა ეძებს, იმიტომ რომ არ ეძებს პოლიტიკურ გამოსავალს. არ ეძებს პოლიტიკურ გამოსავალს. ბრალდებები მარტო ოპოზიციაზე მივიღებდი მეც როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, ოღონდ არც ხელისუფლება არ ეძებს. ახლა უნდა გითხრათ, რომ აი დღეს ვაპირებდი გუშინ ლევანის შეხვდა, თუ დღეს შეხვდა, ხო, თუ არ ვცდები, ლევან გაჩეჩილაძეს დილით სანამ ეს ამბავი იქნებოდა პატა დავითაია შეხვდა მას, ხო, მეც ვაპირებდი შეხვედრას, მე აირია მონასტერი და მაინც ნუ ხვალ ალბათ შეხვდები, მაგრამ პატა დავითაია არ არის ახლა ხელისუფლება იმ გაგებით პოსტი უკავია ხელისუფლებაში, თქვათ ოპოზიციის კუთვნილი. და რაღაცა ადეკვატური წინადადებები ჰქონდა მას გუშინ. რა მოხდა იქ, რა რეაქცია ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებს. მე სხვა რამეს ვუხარ, ნათია რომ კონტაქტი არ არის. აი არის ბრალდებები და ეჭვები რომ ოპოზიციაში ვიღაცას აი ურთიერთობა მე არ მაქვს კონტაქტი ამჟამად ხელისუფლებასთან. თქვათ აი ევროკავშირს ვესაუბრეთ ჩვენ რომ შუამავალი ყოფილიყო ევროკავშირის წარმომადგენლები მათ ჩვენს გვითხრეს თანხმობა და დაადასტურა კიდეც ბატონმა სემნებიმ გუშინ. იმედზე იყო პირდაპირ ჩართვა და მოხარული არ რომ ეს ასეა. მაგრამ ჩვენ თვითონ არ ვეძებთ ამ გზებს და მე ვქნებ ძალიან ცუდია თუ ვინმეს აქვს ეს იმ ტიპის კონტაქტი არ არის მე არ ვიცი. ანუ დღეს კომუნიკაციის პრობლემა არსებობს ხელისუფლებასთან ბატონო. ოპოზიციას აქვს ეს სურვილი და ვერ ხერხდება კონტაქტი. ავსი განაცხადეს ხო ირაკლი ალასანიამ ლევან გაჩეჩილაძემ თუ შეხვედრა შეიძლება გვითხრან ადგილი დრო და შევხვდებით. მეტი ახლა რა განაცხადონ თუ მანდამაინც აუცილებელია მეც განვაცხადო არ ვიცი. მე უბრალოდ ჯერჯერობით ვერ ხედავ ამის შესაძლებლობას რომ აი სურათი ხომ არ იქნება ხელისუფლება აცხადებს რომ ის არის მზად შეხვდეს ოპოზიციას და ესაუბროს თითქმის ყველა თემაზე გარდა მიხეილ სააკაშვილის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნებისა ოპოზიცია ასევე აცხადებს რომ მზად არის მოისმინოს ხელისუფლების არგუმენტების შეხვდეს მაგრამ რეალურად ეს შეხვედრა ვერ ხერხდება. არ ვიცი მე ვფიქრობ არანაირი დანაშაული ამაში და უკან დახევა და სამარცხვინო არც ერთი მხრიდან არ იქნება თუნდაც ხანმოკლე კონტაქტი რაღაცა ტიპის ღია კონტაქტი შედგეს და თუნდაც ეგ გაირკვეს რომ შეუძლებელია მოლაპარაკება რა მე არ ვიქნებოდი ამის წინააღმდეგი და ვინც ოპოზიციიდან ჩემი მეგობრები ამას და პარტნიორები აცხადებენ ასეთ რამეს არ მიმაჩნია რომ ისინი ღალატს ჩადიან რა ბატონო გაკი შესაძლებელია მოლაპარაკება იმ პირობებში როდესაც არასაპარლამენტო ოპოზიცია ამბობს რომ მხოლოდ თავის გადადგომაზე დაელაპარაკება მიხეილ სააკაშვილს როგორ აი თუნდაც იმისათვის რომ ასეთ ზღვარზე არ აღმოჩნდეთ როგორც დღეს აღმოჩნდით რა თუნდაც მაგიტომ შესაძლებელია ხო შესაძლებელია კარგი ნუ აი ეს არის მოთხოვნა იქნება ისეთი რამე წინადადება აქვს ხელისუფლებას გადაფაროს ეს მოთხოვნა თუმცა ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი კატეგორიულად გამორიცხავს ამ მოთხოვნა მიუხედავად იმისა რა შესთავაზებს ხელისუფლება გადაიწიოს უკანა პლანზე რა შეიძლება იყოს ესეთი წინადადება რაც ოპოზიციას გადააწევინებს უკანა პლანზე მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მე ვფიქრობ შეიძლება რიგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე ლაპარაკი გადაფარო ნუ ისევ არჩევნებთან მივდივართ ამ შემთხვევაში რატომაც არა კრიზისია ხო რატომაც არა ნუ რა გზები არსებობს პოლიტიკური კრიზისის პოლიტიკური მეთოდებით დაძლევის შეიძლება თუ არა სხვა რაიმე ცვლილებების გატარება იყოს არ თქვენ ისეთ მე მომხრევა რომ სხვა ცვლილებების ინსტიტუციონალური სახელმწიფო რომ ამბობს საპარლამენტო რესპუბლიკის მიმართულებით რომ ვიაროთ მაგრამ მე ეჭვება რომ ეხლა ეს გადაიქცეს ყველაზე აქტუალურ თემად ძალიან წუხარ სხვათა შორის მე ვთვლი რომ როცა ჩვენ მე დიდი ხანი ამას ლაპარაკობ მაგრამ როცა აქტუალურად დავიწყეთ ამას ლაპარაკი ეროვნული კრების სახელით როცა ჩამოყალიბდა ჩვენი კოალიცია თავისუფლებისათვის ჩვენი ძირითადი ამოცანა ის იყო რომ ეს გამოგვეყენებინა ეს მონაკვეთი ახლოვდებოდა ეს კრიზისი ეხლა დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს გამოცდილება გარკვეული არ უნდა იმას რომ ეს კრიზისი ახლოვდებოდა ცხადი გამختارიყო შეიძლება ეს კრიზისი წასულიყო ამ კალაპოტით ხო გვესაუბრა და მე გარწმუნებთ ეხლა ჩვენ შედეგი გვექნებოდა მაისის ფრაგლებში მაინც არ მოხდა ასე ვერ დავადანაშაულებ ამაში მარტო ოპოზიციას საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში ძალიან დიდ ნაწილში არის ასეთი განწყობა რომ აი ქვეყნის ეს მდგომარეობა არის გამოწვეული აი პრეზიდენტის თქვა ხელისუფლების აი ამ ჯგუფის მოქმედებით მე ვთვლი ასეა დიახაც და გამოსავლე უნდა ვეძებოთ აი ისევე როგორც მოცემულობა ომი რუსეთთან როგორც გინდა მომხდარიყო ახლა ნამდვილად ფაქტია რომ რუსეთი ნუ თulis რომ ჩვენი მხრიდან რატომღაც ღალატია დამოუკიდებლობა ახლა ჩვენ ამ ორ სამთავრობას რუსებისას ამ ხელმძღვანელობის ამაში ვერ დავარწმუნებთ რომ უფლება გვაქვს ვიყო დამოუკიდებელი და ნატოს მანევრები ჩვენი გადასაწყვეტია ჩვენ ტერიტორიაზე იქნება თუ არა ხო
ხო? ახლა ნუ არ ვერ დავარწმუნებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთ მეზობელთან გვაქვს საქმე. ეს იყო თქვა აი მომის შეცდომა. რომ დრო თქვა აი ვითარება, აი კონტექსტი არ იყოს თქვა სწორად ჩერჩეული, თუ მანდამაც ომამდე მივიდოდა საქმე, მაგრამ ახლა მოცემულობა გვაქვს, რომ პრაქტიკულად იზოლირებულია არა ქვეყანა, არამედ ეს ხელისუფლება. ეს პრობლემაა, ჩემი პრობლემა ვიტყოდი, რომ არ არის ამ ხელისუფლების პრობლემა. სინამდვილეში პრობლემა არის ჩვენ ხელისუფლება პრაქტიკულად არის ისე გამორიცხული მოკვეთილივით და რეალურად ქვეყანას არ აქვს საშუალება არც მტერთან და არც მოყვარესთან სრულფასოვანი ურთიერთობის. ეს არის ფაქტი. ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა. ეს მატულობს და მატულობს აი და ქვეყანაში შეიძლება ითქვას შიდა პოლიტიკური დაპირისპირება ბატონო აკაკი. შიდა პოლიტიკური დაპირისპირება არასოდეს არ არის რომელიმე ერთი მხარის ბრალი და ყოველთვის არის უფრო ხელისუფლების ბრალი ვიდრე ოპოზიციის. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ოპოზიცია უკვე ერთი თვეა ქუჩაში მართავს აქციებს, რა შედეგი მიიღეთ ამით ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებიც იყავით ამ აქციების ორგანიზატორები და ასეთი გამოსვლების მოწყობის მომხრენი? შედეგი არის ის, რომ თბილისის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა არის ბლოკირებული, ქალაქში მოძრაობა ფაქტობრივად არის პარალიზებული, ოპოზიცია ასევე გეგმავდა, თუმცა დღეს შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ 2 დღით გადადეს ცენტრალური მაგისტრალების პიკეტირება. პიკეტირებულია შენობები, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა და ჟურნალისტებზე ფიზიკური სიტყვიერი შეურაცხყოფა უკვე ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდა. გარდა ამისა, რა შედეგი მიიღო ოპოზიციამ? მე ვფიქრობ, ოპოზიციამ შედეგზე არ იყო აქ ლაპარაკი. ოპოზიცია ამჯერად ნამდვილად გამოხატავს საზოგადოების ვიმეორებ თუ დიდზე არ დამეთანხმება ვინმე, არ ვიცი რა ფორმით შეიძლება ეს ვინმე შეისწავლოს და დარწმუნოს, სულ ცოტა მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ დიდი ნაწილის განწყობას ეს განწყობა გროვდებოდა და ჯობდა ამ სახით გამოხატულიყო, ვიდრე რაიმე სხვა ტიპის სახე მიიღო. ეს არის გასათვალისწინებელი და ყველა შემთხვევაში ნორმალური ხელისუფლების პირობებში ეს გამოსაფხიზლებლად ხელისუფლებას ეყოფოდა ნათია. ძალიან წუხვარ, რომ ამის სიმპტომებს ამჟღავნებს მხოლოდ რამდენიმე კაცი ხელისუფლებიდან, რომ ისინი ანგარიშს უწევენ შექმნილ ვითარებას და ეძებენ გამოსავალს. ვერ ხედავთ, რომ ხელისუფლება როგორც ასეთი მთლიანი ამ სრულს ამჟღავნებს რეალურად. ვინ არიან ხელისუფლების ეს წარმომადგენლები? ახლა არ მინდა ისე გამომივიდეს ხელი დავადო. ხო, თუ მანდამაიც უშუალოდ მე მოგახსენეთ, პატა დავითაი ოპოზიციური, თქვათ, ვიცე-სპიკერის როლს ასრულებს, ამიტომ ამ შემთხვევაში მისი აზრი არ არის ხელისუფლების აზრი, მაგრამ მე ვთქვი, რომ ბაქრაძეს ჰქონდა რამდენჯერმე გამონათქვამები ისეთი ტიპის, რომელზეც კაცი რაღაცნაირად იფიქრებდა, რომ ვინ მინიმუმ ადეკვატური რაღაც დამოკიდებულებები აქვს. არის რამდენიმე სხვა ადამიანიც ახლა ასე გამიჭირდება და არც მინდა სიმართლე გითხრათ რაღაც არ ვიცი, შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. კარგით, რამდენად ადეკვატურად აფასებს თავად ოპოზიცია შექმნილ ვითარებას, როგორ ფიქრობთ, იმ შედეგებით, რაც თუნდაც მე ჩამოვთვალე, ჟურნალისტებზე ასეთი დამოკიდებულებები, რამდენად შეიძლება მიაღწიოს ოპოზიციამ თავის მიზანს? მეც ვიციან მათაც და ცხარდებიან ემოციურად სხვადასხვა განწყობის ადამიანებიან. მე პრინციპი მაქვს. პოლიტიკოსი უნდა შეეგოს ერთამეს ისევე როგორც ფეხბურთელი. მსაჯი არის ყოველთვის მართალი. ის შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ არის ყოველთვის მართალი. მის შეცდომა გაირკვევა და ჟურნალისტი ამ შემთხვევაში ზუსტად მსაჯია რა. და ამიტომ დამოკიდებული წყენა, გაბრაზება ჟურნალისტებზე მეც წყენია, მაგრამ ნუ მინიმუმ თქვი რომ რაღაც ერთ ინტერვიუს თავში გამოვტოვებ, შევიკავებ თავს, თქვა თუ რაღაც ჩავთვლი რომ აი უსამართლო დამოკიდებულება იყო. მაგრამ აგრესია არის და აგროვდა უკმაყოფილება და ყველა უნდა მოვერიდო და ფრთხილად უნდა ვიყოთ როგორმე. ეხლა ღმერთმა გვიშველა, ხო? ეს ამბავი შვიდობიანად გადაგურდა დღეს რა. შვიდობიანად გადაიარა. ეს ჩვენ ვეხუმრებით ასეთ რამეებს, ხო? მე გინდა ყოფილიყო რუსეთის ინსპირირებული, გინდა არ ყოფილიყო და მე ამ ქვეყანაში ერთი რამეც მინახავს ინსპირირებულიც და არა ინსპირირებულიც მინახავს. და შედეგის თვალსაზრისით ამ შემთხვევაში ჟურნალისტის მხრიდან არა, მე გულისხმობ მუხროვანის ამას, ხო, მაგრამ ჟურნალისტის მხრიდან არის ახლა ახალგაზრდა კაცია, ეწყინა რაღაცა მოაძახეს, ხო, ვერ შეიკავა თავი. მე ვთქვი რომ მომიტინგეებს უნდა შეიკავებინათ თავი მაგალითად. მე ჩემებზე მომიტინგეები თავად გადავინე ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, რაც არ უნდა ყოფილიყო პროვოკაცია, როგორც ეს შეაფასეს ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა, ეს ნამდვილად არ ამართლებს. ცდილობდა ბევრი ახალგაზრდაც და სხვა. ინციდენტს. ცდილობდნენ ბევრი რომ აქამდე არ მისულიყო. ახლა სხვადასხვა ხასიათი აქვს ადამიანებს და ვიმერ დაგუბდება უკვე ეს აგრესია, ხო? რაც უფრო თავშევიკავებ, ძალიან კარგს ვიზამთ ყველანი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, მე ასე მესმის, რომ ჩვენ ვიბრძვით არა პირველი არხის ან რომელიმე სხვა არხის ჟურნალისტების წინააღმდეგ, არამედ იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ასეთ მდგომარეობაში ამყოფებს ჟურნალისტებს და მე ვიბრძვი გასანთავისუფლებლად ჩემი ქვეყნის
იმისაგან რომ არ იყოს უსამართლობა იქ ნებისმიერ სფეროში ელემენტარული სიტყვა უსამართლობა სასამართლოში მედიაში ნებისმიერ სხვა სფეროში და მე ადამიანები თვითონ უსათო წესიერ და ნორმალურად მოქმედებს თუ მათზე არ არის ზემოქმედება ბატონო შეიძლება ეს იყოს ემოციების შედეგიც როგორც თქვენ ახსენეთ არის თუ არა ეს ასეთი ფაქტები ის რომ ოპოზიცია გადადის არა მე უბრალოდ კითხავს რომ შეიძლება თუ არა მსგავსი ფაქტების განმეორებამ ასე გაგრძელება მაგისტრალების გადაკეტვაზე გადასვლამ ნიშნავს თუ არა ეს რომ ოპოზიცია უშვებს ძალიან დიდ პოლიტიკურ შეცდომას მოგახსენებთ მაგაზე მაგრამ ერთი რამე კი მინდა გითხრათ რომ აი როცა გოგა ხაინდრავა ბრაზობს ჟურნალისტებს და გოგა ხაინდრავა არის კაცი რომ მე და მას ძალიან სხვადასხვანაირი და რთული ურთიერთობა აქვს მაგრამ მე სულ მახსოვს ერთი რამ რომ 9 აპრილს კამერა ეკავა ხელში ტანკების წინ და მე და ძალიან ბევრი სხვა ვცდილობდით დაგვეცვა თვითონ ისა რა ამიტომ მაგალითად მას აქვს უფლება რომ პრეტენზიები წააყენოს შეიძლება შეარჩიოს გამონათქვამები ეს სხვა საკითხია და ეს მე შემიძლია მას უთხრა და სხვასაც შეუძლია და ესეთი კაცია გაითვალისწინებს ამას მაგრამ არის ელემენტარული როცა საფრთხეც კი არა სასიცოცხლო შეიძლება მაინც მეტი ობიექტურობის გამოჩენა ეს ჩემი მეგობრული რჩევა არის რაც შეეხება ოპოზიციის პოლიტიკურ შეცდომებს თუ ვინმე თulis და მე ვიცი რომ ხელისუფლებაში არიან დანამდვილებით ვიცი ადამიანები რომელთა სქემა ასეთია რომ აი ოპოზიციაზე გაბრაზდება მოსახლეობა თბილისის თურმე და გამოიკიდება და ამ ოპოზიციას აღეს აქიდა მე კიდე გარწმუნებთ ინტერესისთვის გაიკეთონ ნიღაბი ან გრიმი გაიარონ საცობში მე თვითონაც კი საცობში ბუზღუნებ მაგრამ საცობამდე და საცობის მერე ყოველი თბილისელი თუ სხვა მაინც ხელისუფლების მიმართ არის პრეტენზიით განწყობილი ვიდრე ოპოზიციის მიმართ ეს ასე ხდება ყოველთვის ანუ ეს არ გაზრდის ოპოზიციის მიმართ აგრესიას აი ნახოთ გამოიკითხეთ და არ არის გაზრდილი რაც შეეხება დედაქალაქთან დამოკავშირებელი მაგისტრალების თბილისელები გადაწყვეტენ ეს არჩეული გადასაწყვეტია ხელისუფლების თბილისელები რომ ამას ასე თვლიდნენ მე გარწმუნებ ჩვენ ამას რაღაცა ფორმით უსათუოდ ვიგრძნობდით ან ქუჩაში მეტყოდა ვინმე და მე თუ სხვას რომ ეს ეყოფათ ახლა რაშვებით ეს ახლა ესე მახსოვს 99-ში 10-ში გაიფიცებოდა ხანდახან ცხონებული ჩემი გაბრასებული მეტყოდა ხოლმე მაგრამ ეს არის წუთიერი ნუ რამდენ ხანსაც გაგრძელდება ეს საცობი შეიძლება მხოლოდ აი ეს მონაკვეთი იყვნენ გაბრაზებული ოპოზიციას და ბოლოს მაინც ხელისუფლებას დააბრალებენ. გაგრძელდება ალბათ ცოტა შერბილებული ნათქვამი. ხო პოლიტიკური საცობია და ეს სხვა საკითხია. ითქვას, უბრალოდ ეს არ იქნება გადაჭარბებული შეფასება ვთქვათ, რომ თითქმის პარალიზებულია მოძრაობა მთელ ქალაქში. არ არის პარალიზებული და ხელისუფლება რომ არ უწყობდეს შეგნებულად ხელს ისეთ ადგილებში, სადაც არანაირი საფუძველი არ არსებობს პარალიზების, მე გარწმუნებთ გარდა იმ სამი მონაკვეთისა, ამას ქალაქში დიდად ვერ იგრძნობდა ვერავინ. კარგით, გადავიდეთ ოპოზიციის გეგმაზე. დღეს უკვე ვახსენეთ არაერთხელ, რომ გადადო რამდენიმე დღით ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვის განზრახვა ოპოზიციამ. რას აპირებთ 2 დღის შემდეგ, როდესაც ესვა და ეს დათქმული დღე მოვა და ეს დღე კიდევ ერთ გადამწყვეტ ფაზად გამოაცხადეს დღეს ოპოზიციის ლიდერებმა და პრეზიდენტსაც დაემუქრნენ, რომ 7-ში ან 8-ში ის აუცილებლად დამთავრდება. კაცო, მე გეუბნებით ახლა არის სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ ადამიანები დაახლოებით ერთ-იგივე განწყობას რა. ეხლა ერთ კაცი ნუ გახდება ამის სამის და მაინც ვინც ეგააკეთა და არა უშავს მე შეიძლება ეგრე ვიფიქრო თუმცა მე ვიმეორებ დიდ საიდუმლოს არ გავცემ არა მგონია და ჩემი მეებს უღალატ ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები ვკამათობთ მსჯელობთ და დავჯდებით მივიღებთ გადაწყვეტილებას მე ვფიქრობ რომ აი ეს ინციდენტი რომ მოხდა ვიმეორებ გამოვიყენოთ ის რომ შვიდობიანად გადავიდეთ ძალიან კარგია ეს ამბავი და მოდი რაღაცა გზები მოიძებნოს არა ვერ ვხედავ ამაში პრობლემას ოღონდ ეს უნდა იყოს სოლიდარული გადაწყვეტილება ოპოზიციის მე ვეცდები რომ ასე იყოს თუ სხვა გადაწყვეტილება იქნება იქაც მე მაგალითად ვიფიქრებდი რომ 2 დღით კი არა 1 კვირით გადაიდოს და ამ პერიოდში რაღაცა გამოფხიზლების ხანა იყოს კონტაქტი თუ მოხერხდეს მაგრამ თუ ახლა პარტნიორობა და სოლიდარობა არის საზოგადოებაშიც არის თავისი განწყობა და ვიმეორებ მე მინდა პირნათელი ვიყო იმ ადამიანებთან რომლებიც იგდგანან ან და რომლებიც მხარს უჭერენ ამას ყველაფერს თავარი ის ადამიანები არიან და არა თუ რადგან პატივცემდა მე ჩემს კოლეგებს თქვა ოპოზიციური ამ გაერთიანებიდან რა თქმა უნდა მათაც ესმის და ყოველი მათგანისთვისაც ის ადამიანები არიან თავარი რომლებიც თვლიან რომ გასაპროტესტებელია ქვეყანაში შექმნილი ვითარება და აპროტესტებელია. მადლობა გენას. დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. აკაკი ასათიანი გახდათ პირველი თემის სტუდიის სტუმარი. ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და პირველი თემის შეკითხვებს გოკა გაბაშვილი უპასუხებს დაგველოდეთ. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის შეკითხვებს უპასუხებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბაშვილი ბატონ გიორგი საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის. ბატონ გიორგი, პირველ რიგში მინდა გთხოვოთ დღეს განვითარებული მოვლენების შეფასება რეალურად რა საფრთხის წინაშე იდგა ქვეყანა?
თქვენ მოგეხსენებათ, რომ ის მოვლენები, რაც დღეს განვითარდა, იყო მართლა ძალიან დიდი საფრთხის შემცველი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, როცა შეიარაღებულ ნაწილებში ხდება ასეთი რამ, ეს იყო შეიარაღებული დაუმორჩილებლობა, ეს იყო მცდელობა ამბოხისა და უნდა ითქვას, რომ ასეთი რამ არის აბსოლუტურად მიუღებელი ნებისმიერ ქვეყანაში. ეს არის ანტიკონსტიტუციური ქმედება საქართველოში, ეს იყო შეიარაღებული ძალის გამოყენება არასანქცირებული, მართალია შეიარაღებული ძალა აქტიურად არ გამოყენებულა, მაგრამ დაუმორჩილებლობა არმიაში ამას ასევე აქვს ამბოხების სტატუსი, შესაბამისად ამის ორგანიზატორებმა ძალიან სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს სახელმწიფოს წინააღმდეგ. შესაბამისად ყველა ზომა, რომელიც ტარდება, გატარდა და ტარდება, უნდა გატარებული იყო და ასეთი რაღაცეები ქართულ არმიაში ჩვენ სახელმწიფოში აბსოლუტურად უნდა გამოირიცხოს. ბატონ გიორგი, დაგეგმილი ამბოხი ყველა წლის განმავლობაში. ნატოს დაგეგმილ წვრთნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებას უფრო უქმნიდა საფრთხეს თუ ქვეყნის ხელისუფლების არსებობას? საფრთხე შეუქმნიდა მთლიანად ქვეყნის განვითარებას. ქვეყანა, სადაც ასეთი რაღაცა ხდება, უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, მთლიანად საქართველოს განვითარებას, ბუნებრივია მის სამომავლო გეგმებს, მის ევროატლანტიკური ინტეგრაციას, მის მთლიანად ორიენტაციას. ეს უქმნიდა უდიდეს საფრთხეს და ბუნებრივია თარიღიც, ვადაც და დროც შესაბამისად იყო შერჩეული და რუსმა მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტის დონეზეც კი არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრისა და დუმის დეპუტატების, არამედ პრეზიდენტის დონეზეც კი დაანონსა ის, რომ ნატოს სწავლებები საქართველოში მიუღებელია და მუქარეს ტონის განცხადებები არაერთხელ გვესმოდა ჩვენ. ყველა დეტალს, ყველა კავშირს, ყველა ორგანიზაციულ დეტალს ამისას მე იმედი მაქვს ძალიან დიდი, რომ ჩვენი სამართალდამცავები გაარკვევენ ამ დანაშაულის ჩადენის, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი პერიოდისა და მისი განხორციელების, მისი გეგმებისა და მიზნების შესახებ, ისაც დღეს ჩვენ უკვე ვნახეთ, ისაც უკვე როგორც ფაქტი შედგა, ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული და არ ამგონია აქ ვინმეს მიუხედავად თავის პოლიტიკური პოზიციისა რაიმე განსხვავებული შეფასების. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით საუბრობენ გამჭვირვალე გამოძიების აუცილებლობაზე. დებს თუ არა პირობას ხელისუფლება, რომ ეს გამოძიების შედეგები ამ ინციდენტის შესწავლის შემდეგ ასევე საჯარო და ნათელი იქნება საზოგადოებისთვის? ჩვეულებრივი ნორმალური პროცედურებია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი. დღეს ვითარება მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. ამბოხებულებს წაუყენეს ულტიმატუმი, რომ მათ უნდა დაეყარათ იარაღი და დანებებოდნენ ხელისუფლებას. საბედნიეროდ მათმა უმეტესობამ გააცნობიერა ის, რომ ძალიან მძიმე დანაშაულის მონაწილეები ხდებოდნენ და ეს ასე დასრულდა. ნაწილი დამნაშავეთა არის დაკავებული და მათთან მიმდინარეობს სამართალდამცავთა მუშაობა. ნაწილზე გამოცხადებულია ძებნა, ბუნებრივია მოხდება მათი დაკავებაც, მე ვფიქრობ. და შემდგომ ყველა დეტალი იმისა, თუ რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა ეს სახელმწიფოსთვის მართლაც უაღრესად სახიფათო სიტუაცია, ყველა დეტალი იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. ბატონ გიორგი, ვიდეო მასალის სარწმუნოება დღეს გავრცელებული ვიდეო მასალების ეჭვქვეშ დააყენა თითქმის მთელმა არასაპარლამენტო ოპოზიციამ. გამომდინარე იმ ტექსტიდან და გულახდილის საუბრიდან, რა ტექსტითაც მიმართავდა თავის თანამოსაუბრეებს უკვე დაკავებული გია ღვალაძე. პადებს თუ არა ეს საფუძვლიან ეჭვებს? მე არ ვიცი ბატონი ღვალაძეს საუბრის სტილი ვიღაცას მოეწონა თუ არ მოეწონა და როცა ის თავის აზრით სავარაუდო თანამებრძოლებს ესაუბრებოდა, სინამდვილეში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ თანამშრომლებს, როგორც ჩანს, საიდანაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი გახდა ბატონი ღვალაძეს გეგმები, რატო იყო ის ასეთი გულწრფელი და როგორი სტილი აქვს მას, ასე ვთქვათ, თანამებრძოლების ვერბოვკის, ამაზე მე ასე ვთქვათ კომენტარებს ვერ გავაკეთებ. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ნაწილს ისთვის ეს საკითხი უფრო საინტერესო აღმოჩნდა და არა ის, რომ ეს ვინმე ბატონი ღვალაძეც დელტას ყოფილი უფროსი და კიდევ სხვა ყოფილი სამხედრო ჩინოსნები თუ დღევანდელი სამხედრო მეთაურები ძალიან მძიმე სამხედრო დანაშაულს გეგმავდნენ და მისი განხორციელებას დაიწყეს. აქ არ არის მხოლოდ დაგეგმვაზე საუბარი, ისაც ჩვენ დღეს დილიდან ვიხილეთ, სამხედრო ნაწილის დაუმორჩილებლობა,
იქ თვითნებურად განგაშის გამოცხადება და წრიული დაცვის ორგანიზება, ეგრეთ წოდებული არის უკვე განხორციელებული დანაშაული და არა მხოლოდ მისი დაგეგმვა. შესაბამისად, ამ აქტის ორგანიზატორების საუბრის მანერისა და თქვათ სტილზე უფრო საინტერესო იქნებოდა ის, რომ ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს ყოფნოდათ პოლიტიკური სიმწიფე, პოლიტიკური გაბედულება და ელემენტარული სამოქალაქო ღირებულებების პატივისცემა და ეთქვათ, რომ ასეთი რამე საქართველოში არის დაუშვებელი, რომ არავის არ აქვს უფლება არც ერთ სამხედრო ყოფილ თუ ეხლანდელ მოსამსახურეს არ აქვს უფლება უხეშად ფეხქვეშ გათებულ საქართველოს კონსტიტუცია და არ დაემორჩილოს თავარსალდას. ასეთი რამე არის დაუშვებელი, ასეთი რაღაცის წახალისება არის დაუშვებელი, როგორც ირიბი ასევე პირდაპირ და ოპოზიციის ლიდერები თქვენს ალბათ მოისმინეთ, რომ ძალიან სიფრთხილით მოეკიდნენ თვითონ ამ იმ ფაქტის შეფასებას, რაც ხდებოდა დღეს მუხროვანის სამხედრო ნაწილში. მათ უბრალოდ უნდობლობა გამოუცხადეს იმ მასალას, რა მასალაც პირველად გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. და კიდევ ერთი დეტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველ განცხადებაში, სანამ გავრცელდებოდა ვიდეო მასალა, კობალაძე ორგანიზატორებს შორის არ დაუსახელებია, კობალაძე ნახსენები იყო სხვა ყოფილ მაღალჩინოსებთან ერთად ღვალაძის ჩამონათვალში. და სწორედ ამის შემდეგ დააკავეს იგი. ხომ არ არის მოსალოდნელი სამართლებრივი მოქმედებები იმ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართაც გამოიყენონ, რომლებიც ნახსენები იყვნენ კობალაძესთან ერთად ღვალაძის ჩამონათვალში. ჯერ ესეთი დაუბრუნდები ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების პოზიციას არა მარტო დღეს, არამედ საერთოდ ბოლო პერიოდში. თქვენ გახსოვთ წინა ჩანაწერები, წინა ფაქტები, მაშინაც შინაგან საქმეთა სამინისტრო არაპირებდა ფაქტის პოლიტიზებას. ითქვა ის უბრალოდ, რომ დაკავებულები არიან ადამიანები, რომლებიც იძენდნენ იარაღს და გეგმავდნენ ქვეყანაში ძალიან დიდ გართულებებს და ძალიან დიდ პრობლემებს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რატომღაც მაშინ თავად ოპოზიციამ გადაწყვიტა გამოსარჩლებოდა ამ ადამიანებს და თავად მან გადაწყვიტა ჩვენ ზოგიერთმა ჩვენმა ოპოზიციურ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა, რომ თავად ჩადგომოდნენ, ასე ვთქვათ, არაფორმალურად თავდებებად ამ ადამიანებს და პირველი განცხადებები სწორედ ასეთი აკეთეს. მას შემდეგ, რაც უკვე მთელი მასალა გამოქვეყნდა და ცხადი იყო, რომ საუბარია რეალურად იარაღის შემძენ ადამიანებზე და რეალურად იმ ადამიანებზე, რომლებიც სამხედრო დაჯგუფებებს ქმნიდნენ, მას შემდეგ ეს თემა ბუნებრივია პოლიტიკური ოპოზიციისთვის, რადიკალური ნაწილისთვის უკვე არასაჭირო გახდა, მაგრამ პირველი რეაქციები ასევე აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იყო. დღესაც აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი სპექტაკლია, თურმე არასერიოზული და ეს განხილვის ღირსიც არ არის ის, რომ სამხედრო ნაწილში გამოცხადდა დაუმორჩილებლობა დილიდან და ის მოხდა ის, რაც ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვიხილეთ. თურმე ოპერატიული ჩანაწერები არ არის ყურადღების ღირსი და ასე შემდეგ. რაც შეეხება მე ვერ გეტყვით ნამდვილად ღვალაძე რაღაც გვარებს ასახელებს გუშინდელ დღევანდელ ჩანაწერებში გარკვეულ გვარებს ასახელებს. მე არ ვიცი ამ გვარებიდან რატომ მოხდა კობალაძეს დაკავება, არის თუ არა რაიმე სხვა სამხილები ან რაიმე სხვა ჩვენებები. ბუნებრივია სამართალდამცავებს აქვთ თავისი საქმე, მათ უნდა ჩაატარონ გამოძიება და უნდა დააკავონ ის ადამიანები, ვის წინააღმდეგაც მათ აქვთ სამხილები იმოქმედონ წესების, კანონისა და პროცედურის დაცვით და ამ კანონისა და პროცედურის დაცვით არც ერთი ადამიანი, რომელიც რეალურად მონაწილეობდა იმაში, რაც ხდებოდა დღეს, არ უნდა დარჩეს დაუჟელი. რაც შეეხება კობალაძის დაკავებას ვერანაირად ვერ ვიტყვი, ვერანაირად ვერ არანაირი კომპეტენცია და ინფორმაცია არ მაქვს იმისა, თქვა, იტყუებოდა თუ არა ღვალაძე, როცა ის ასე ვთქვათ, ვერბოვკას უტარებდა მის სავარაუდო თანამზრახველებს. ამბობდა ამ გვარებს არგუმენტირებულად, ქონდა თუ არა საფუძველი რაიმე რომ ეს გვარები ეხსენებინა, მე ეს არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს და ყველა შეკითხვას იმედი მაქვს პასუხი გაეცემა. ბატონ გიორგი, კობალაძის აყვანას მოყვა შემდგომ მუხროვანის სამხედრო ნაწილში მისული საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომ კობალაძე აქამდეც იყო მისახედი და აქამდეც არ უნდა ყოფილიყვნენ თავისუფალნი კობალაძე, ოთანაძე, კრიალაშვილი, როგორც ჩამოთვალა საქართველოს პრეზიდენტმა, თუ კი მტკიცებულება მათი კრიმინალური საქმიანობის შესახებ აქამდე იყო ცნობილი, რატომ იყვნენ მართლაც ეს ადამიანები თავისუფალნი? ოთანაძე და კრიალაშვილი ალბათ თქვენ გახსოვთ რამოდენიმე წლის წინ ისევ მუხროვანში განხორციელებული ქმედებების დროს და ისინი მონაწილეობდნენ როგორც ჩანს ამჯერადაც და ეს აღიარებითი ჩვენებითაც მოვისმინეთ ჩვენ რომ სწორედ ოთანაძე იყო ის ერთ-ერთი ადამიანი ვინც ავიდა მუხროვანში და ის ატარებდა ასე ვთქვათ ამ მოსამზადებელ სამუშაოებს დღევანდელი ამბოხისა რაც შეეხება კობალაძეს ეპიზოდს
მე ვერ გეტყვით რა სამხილები არსებობს, რა მტკიცებულებები არსებობს, რა არის მისი საქმიანობის ასე ვთქვათ დეტალები, რას აკეთებდა ის აქამდე, ან რას აკეთებდა ის ამ ბოლო პერიოდში. მე უბრალოდ არ ვიცი, მე ვიცი ის რომ ის არის დაკავებული და ბუნებრივია თუ არის რაიმე სამხილები და თუ არის რაიმე მტკიცებულებები იმისა რომ ის არა უბრალოდ რაღაც ჩამონათვალში მოხდა, იმიტომ რომ ღალაძეს ასე მოეჩვენა, არამედ რეალურად იყო ჩართული ამ საქმეში და რეალურად მონაწილეობდა ამ ამბოხებაში, ბუნებრივია ის კანონის მიხედვით პასუხს აგებს, როგორც ყველა ვინც მონაწილეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებაში და ვინც მონაწილეობს კონსტიტუციური წყობის დამხობის გეგმებში. ბატონ გიორგი, და კიდევ ერთხელ მინდა მიუბრუნდე, დღეს გამოცხადებული დაუმორჩილებლობის შესაძლო მიზეზებს შეიძლება მხოლოდ გარე ფაქტორებს დავაბრალოთ. დღევანდელი დაუმორჩილებლობა ექსპერტების ნაწილმა დღეს გაიხსენა აგვისტოს ომის შემდგომი პერიოდი და მათ ისიც გაიხსენეს ადრე პრესაში გამოქვეყნებული ვერსია, რომ აგვისტოს შემდეგ მუხროვანის რომელშიც იყო საუბარი მუხროვანის ოფიცერთა უკმაყოფილებასა და პროტესტზე. გამორიცხავთ ასეთი ვერსიის შესაძლებლობასაც. მე არ ვიცი რომელი ექსპერტები ცდილობენ გაამართლონ შეერაღებული დაუმორჩილებლობა და სამხედრო ნაწილში ამბოხი რაღაც უკმაყოფილებით. უკმაყოფილებების შესაბამისად ამბოხებები მსოფლიოს არმიებში რო ხდებოდეს, არც ერთი სტაბილური სახელმწიფო მსოფლიოში არ იარსებებდა. ნებისმიერ უკმაყოფილებას აქვს არმიაში წესდებით დადგენილი ფორმები ამ უკმაყოფილების გამოხატვისა ზემდგომ ოფიცრებთან და ასე შემდეგ. ასეთი ფორმა მოქმედებისა, რაც განხორციელდა, ნამდვილად არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები და არ ამგონია, რომ დღეს ზოგიერთი ექსპერტი თავს უნდა იწუხებდეს იმ შრომით, რომ ეს ყველაფერი გაამართლოს. არანაირი გამართლება ამას ყველაფერს არ აქვს. ბუნებრივია, ეს არის ძალიან მიუღებელი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში და ასეთი რაღაცეები ჩვენ მომავალში უნდა გამოვრიცხოთ. არა მარტო ამ ხელისუფლების პირობებში, არამედ მომავალში. ყოველთვის ქართულ არმიაში უნდა იყოს ერთიანობა, უნდა იყოს შეკრულობა და არანაირი შიდა ამბოხებები ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, განვითარებისთვის არ უნდა იყოს წარმოსადგენიც კი. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება, რას თქვენ ბრძანეთ, გარე ფაქტორებთან დაკავშირებას, მე ისევ გეტყვით, დაველოდოთ გამოძიებას, დაველოდოთ იმას თუ რა ფაქტები გახდება დამატებით კიდე ჩვენთვის ცნობილი, იმის დამიხედვით თუ რას აცხადებს ერთ-ერთი ბრალდებული და ერთ-ერთი ორგანიზატორი ღვალაძე ფარულ ჩანაწერში, ამ საქმეს ჰქონდა პირდაპირი კავშირი რუსებთან, ამ საქმეს ჰქონდა პირდაპირი კავშირი და შეთანხმებით ხდებოდა მოქმედება. იქ არის საუბარი დეტალებზე, რომ 5000 კაციანი ორი ბრიგადა უნდა შემოვიდეს და 12 კილომეტრზე იწელება თურმე 5000 კაციანი კოლონა და რომ აქ გარკვეული პოლიტიკური მოთხოვნები იქნება შესასრულებელი ამ გადატრიალების შემდეგ შემდგომი ხელისუფლებისთვის. ამაზეც ვერ გეტყვით, ეს ასე ვთქვათ, კიდევ დამატებით გამოძიების საკითხია. ყოველ შემთხვევაში ფარულ ჩანაწერში ეგრეთ წოდებული ვერბოვკის შეთანხმებისა და ორგანიზაციული საუბრის დროს ვინმე ბატონი ღვალაძე დელტას ყოფილი უფროსი, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებული ამ ყოველთვის ორგანიზებაში ამას ღიად აცხადებს. ბატონ გიორგი, მოდით განვაგრძოთ საუბარი შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე. ერთიანი პროტესტი ოპოზიციისა გრძელდება და მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა დიალოგის ხელისუფლების მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებების მიუხედავად ეს დიალოგი ვერ ხერხდება. არის თუ არა დღეს ორივე მხარე ამ შემთხვევაში ხელისუფლება მზად პოლიტიკურ ოპონენტებთან დიალოგი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაიწყოს? პირველ რიგში მე მინდა გავმიჯნო ერთმანეთისგან პოლიტიკური პროცესი, ნორმალური პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს იმისგან, რაც დღეს მოხდა. თუ ვიღაც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებში ფიქრობს, რომ ეს არის მათი მიერ მართული ან დაგეგმილი პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რაც დღეს მოხდა, ძალიან სამწუხაროა. მე არ მგონია ვინმე საღი და ჭკუად ყოფილი ადამიანი ფიქრობდეს, რომ სამხედრო ამბოხებების გზით უნდა პოლიტიკური პოზიციები დააფიქსიროს, ეს ერთი. რაც შეეხება ცალკე აღებულ პოლიტიკურ პროცესს, რაც შეეხება იმ პროცესს, რომელიც ვითარდება საქართველოში, ჩვენ არაერთხელ გვითქვავს საჯაროდ ამის შესახებ საუბრობდა პრეზიდენტი და საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე, ნებისმიერი ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომ ჩვენ მზათა ვართ შევხვდეთ პოლიტიკურ ოპოზიციას და ვისაუბროთ მათთან საკითხებზე. არა ხელისუფლების განაწილებაზე და სახელისუფლებო საკითხებზე, არამედ საკითხებზე, კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს, რომელიც აწუხებს თუნდაც მათ მომხრეებს და თუნდაც მათი მომხრეების უმეტესობას.
ეს არის პოლიტიკური რეფორმები, ეს არის ეკონომიკური რეფორმები, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენი საკონსტიტუციო სისტემა გახდეს უფრო დაბალანსებული, რომ ჩვენი საარჩევნო სისტემის მიმართ იყოს ნდობა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემის მიმართ იყოს ნდობა, ის პრობლემები, რომელიც აწუხებს საქართველოს არის გადასაჭრელი, ჩვენ ამ გადაჭრისათვის ამ საკითხების მზათა ვართ და ძალიან სამწუხარო იქნება თუ ამაში ოპოზიცია არ შემოგვიერთდება, თუ შემოგვიერთდება, ჩვენ შევძლებთ უფრო ფართო კონსენსუსის საფუძველზე, უფრო ფართო ასე ვთქვათ, პოლიტიკური წრეების უფრო ფართო მსჯელობის საფუძველზე ქვეყნისათვის სასარგებლო ნაბიჯები გადავდგათ. ბატონ გიგი, რას გაკეთებს ხელისუფლება, რას აკეთებს, რომ შექმნილი ვითარება მეტნაკლებად განიმუხტოს? აღიარებთ თუ არა, რომ თქვენი წილი პასუხისმგებლობა საკმაოდ იზრდება, მით უმეტეს მაშინ, როცა ქალაქში არის ასეთი სიტუაცია, მოძრაობა თითქმის შეუძლებელი ხდება თბილისში, ქუჩები, რამდენიმე ცენტრალური ქუჩა არის გადაკეტილი, ოპოზიცია ასევე გეგმავს ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვას. ფიქრობთ თუ არა, რომ ხელისუფლების მხრიდან ასეთმა უმოქმედებამ და ერთგვარმა ლოდინის რეჟიმში ყოფნამ შესაძლოა ისევ ხელისუფლების მიმართ გაამძაფროს მოსახლეობის აგრესია? შეიძლება გარკვეული უკმაყოფილება იყოს ყოფით საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ყველასათვის ცნობილია, რომ ის ფორმა აქციითაც ოპოზიცია ატარებს აქციას ბოლომდე კანონის ფარგლებში ვერ ჯდება და თვითმიზნური ქუჩების გადაკეტვა კანონით დაშვებული არ არის. ცარიელი ხელოვნური კონსტრუქციებით ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა ქალაქში მიუღებელია, მაგრამ ჩვენ ეს შეგნებული პოლიტიკური გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, იმიტომ რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არის უკიდურესად რადიკალური, უკიდურესად აგრესიული, მათი ღია განცხადებებიდან, მათი ღია მესიჯებიდან ჩანს, რომ მათი ერთგვარი მიზანიც არის გარკვეული დაპირისპირება სამართალდამცავებთან და ისინი ელოდებიან, ასე ვთქვათ, ასეთ მომენტებს, რომ ასეთი დაპირისპირებები მოხდეს. ეს არის ჩვენი შეგნებული არჩევანი, ჩვენ გვესმის, რომ ამით ჩვენ გარკვეულ დისკომფორტს უქმნით ჩვენს თანამოქალაქეებს, უпростоრად უშვებთ იმას, რომ ოპოზიცია ამ დისკომფორტს უქმნის ჩვენ თანამოქალაქეებს. ბუნებრივია გარკვეული შეზღუდვებით მუშაობს სახელმწიფო დაწესებულებებიც, მათ შორის პარლამენტიც, მაგრამ ეს არის ნაკლები პრობლემა, ვიდრე რა პრობლემაც შეიძლება მოყვეს პოლიტიკურ ძალათა შორის. რამდენად გამართლებულია ყველა სიტუაციაში შეგნებულად არჩეული პოლიტიკა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ცემენ ჟურნალისტს ქუჩაში და სამართალდამცავი სტრუქტურები არ ცდილობენ თუნდაც განმუხტონ ვითარება და აღკვეთონ ეს სიტუაცია. როდესაც საქმე მიდის ადამიანების კონკრეტულად ჟურნალისტების ფიზიკურ შეგნებული გადაწყვეტილება, რომ თვითონ აქციის ორგანიზატორებს რახან მათ ასე ვთქვათ აღიზიანებდა და ამის შესახებ ღიად აცხადებდნენ ნებისმიერი შეხება როგორც სამართალდამცავთან, ასევე ნებისმიერ სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებთან, ჩვენი შეგნებული არჩევანი იყო, რომ ეს შეხება ყოფილიყო მინიმალიზირებული, მით უმეტეს, რომ აქციის ორგანიზატორები თავად იღებდნენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ დაწყებული ელემენტარული წესრიგით დამთავრებული სანიტარული პირობები თავად მიხედავდნენ ყველაფერს, როგორც ირკვევა და როგორც ჩანს, მათი ეს თქვათ პოზიცია ბოლომდე არ სრულდება, უпростоრად ძალიან უხეში გადახოვები ხდება მათ მიერ ამ გაცხადებული პოზიციიდან, რომ ისინი თავად მიხედავენ წესრიგს, ხდება ჟურნალისტებზე ღია ზეწოლა, როგორც სიტყვიერი, ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ფიზიკური ზეწოლა ჟურნალისტებზე, ფიზიკური თავდასხმა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი და ის ადამიანები, რომლებიც ამას ორგანიზებას უკეთებენ და ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, მათ უნდა ესმოდეთ თავის პასუხისმგებლობა მოვლენების განვითარებაზე. მე იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ოპოზიციის, თუნდაც რადიკალური ფრთის აბსოლუტური უმრავლესობა გააცნობიერებს, ამისთვის ბუნებრივია შეიძლება საჭირო იყოს დრო, მაგრამ გააცნობიერებს, რომ ეს არის ჩიხური სიტუაცია, ულტიმატუმებით საუბარი არის ჩიხური სიტუაცია, იმიტომ რომ ბუნებრივია ჩვენ გვესმის, რომ მათ ყავთ თავის მომხრეები და პასუხისმგებლობა აქვს თავის მომხრეების ძალიან რადიკალური ნაწილის წინაშეც, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი თანამოქალაქეები არ არიან მხოლოდ მათი მომხრეები. საქართველოს საზოგადოება არის ძალიან მრავალფეროვანი, არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ხელისუფლების პოზიციას უჭერს მხარს, ვინც ოპოზიციის პოზიციას უჭერს მხარს, ვინც საერთოდ არ გამოხატავს მკაფიო პოლიტიკურ სიმპათიებს, ასე რომ ასეთი აგრესიული ქმედებები, რომელიც დისკომფორტს უქმნის ძალიან დიდ აბსოლუტურ უმეტესობას ჩვენი თანამოქალაქეების მიუღებელია. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ლიდერები ამ მარტივ ჭეშმარიტებას ნელა გააცნობიერებენ და გააცნობიერებენ იმას, რომ პოლიტიკურ დიალოგს და საკითხების გადაწყვეტას პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკების მაგიდასთან არანაირი ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამისთვის ვარ ჩვენ პოლიტიკოსები, რომ დისკომფორტი შეუქმნათ ჩვენ თავს და არა ჩვენი მოქმედებით შეუქმნათ დისკომფორტი ჩვენ თანამოქალაქეებს.
ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველი თემის შეკითხვებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბაშვილი პასუხობდა. პირველი თემა დღეს ამით დასრულებულია. მე ხუთ შაბათამდე გემშვიდობებით, მადლობთ ყურადღებისათვის.